რუსეთის აგრესიული გეგმების გამო დასავლეთ ევროპული ქვეყნების მიმართ. რუსეთის ფედერაციას აქვს ყველა საშუალება, რომ ყველას მიწასთან გაასწოროს. და როგორც თავის დროზე ამბობდა გებელსი, რაც უფრო დაუჯერებელია ტყუილი, მით უფრო სწრაფად დაიჯერებენ მას. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მეორე დამთვეში საჯაროდ განაცხადა, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასასრულ ახლოვდება. მაგრამ მაშინვე განაცხადა, რომ ევროპა ემზადება ღია ომისთვის რუსებთან. და მაშინვე ომი დაემუქრა უკვე სომხეთს, რომელიც ცდილობს რუსეთის გავლენიდან ევროპული კავშირისკენ წავიდეს. ასე მოკლედ შეიძლება დავახასიათოთ პუტინის დღევანდელი მიმართვა. დღეს რუსი დიქტატორი ბოდავდა იმაზე, რომ თითქოს რუსული არმია ყველა მიმართულებით არღოს ფრონტს და ამიტომ მოლაპარაკებები საჭირო არ არის. მან მოყვა ისტორია იმის შესახებ, თითქოს ევროპელებმა თვითონ გამოიწვიეს ომი უკრაინაში. თითქოს ომი არ დაუწყია რუსეთს და აგრესიაც მისგან არ ყოფილა. ამ მეოთმა გაუგებროვამ დააკომენტარა რუსეთის უპილოტო აპარატის თავდასხმა რუმინეთზე. მაგრამ ყველაზე მეტად ვლადიმირ პუტინი დღეს სომხეთზე საუბრობდა, რომელიც რუსეთის გავლენის ზონიდან გადის. და აქ პუტინმა ფაქტობრივად შეადარა სიტუაცია უკრაინაში. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე 2014 წელს და ის რაც დღეს სომხეთში ხდება. მიუთითა იმაზე, რომ რუსეთმა შეიძლება ერევანზეც კი მიიტანოს იერიში. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავითვებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ, დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი და გამოიწერეთ ჩემი Telegram არხი Pechi News. ბული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სახაერო თავდაცვის სისტემა და ჩვენ ამას ვაკეთებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. რაც შეეხება ჩემს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი აზრით საქმე დასასრულისკენ მიდის, ეს განცხადება უბრალოდ არ გამიკეთებია, არამედ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის ანალიზიდან გამომდინარე. იქ ჩვენი ჯარები ყველა მიმართულებით უტევენ. ხომ ხედავთ ყოველ დღე. ასე რომ მელოტი პატარა ჯუჯა ვლადიმირ პუტინი, რომელიც ყაზახეთში იმყოფებოდა, ისევ ალაპარაკდა იმაზე, რომ ომი უკრაინაში დასასრულს უახლოვდება ბრძოლის ველზე არსებული ანალიზის საფუძველზე. თითქოს რუსები ასე მიიწევენ წინ მთელი ფრონტის ხაზზე, რომ მალე მიაღწევენ თავიანთ მიზნებს. შემდეგ ვლადიმირ პუტინის ციტატა. რაც შეეხება ჩემს განცხადებას, რომ ჩემი აზრით ომი დასასრულს უახლოვდება, ეს განცხადება უბრალოდ არ გამიკეთებია, არამედ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციის ანალიზის საფუძველზე. იქ ჩვენი ჯარები ყველა მიმართულებით უტევენ. ხომ ხედავთ, ყოველდღე ასე ხდება. ამავე დროს კრემლის ლიდერმა თქვა, რომ საბრძოლო მოქმედებების პირობებში ომის დასრულების ვადებზე საუბარი არ შეუძლია. აქ უბრალოდ აღნიშნავ, რომ ეს პუტინია, რომელიც უკვე 12 წელია ველურ რუსებს უყვება, თითქოს რუსეთი ცოტაც და უკვე იმარჯვებს. ცოტაღა დარჩა. მაგრამ კიდევ შეგახსენებთ, რომ პირდაპირ 9 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის რომელიმე მესამე ქვეყანაში. მაგრამ მხოლოდ ომის დასრულების საბოლოო შეთანხმების ხელმოსაწერად. ამავე დროს პუტინმა განაცხადა, რომ ციტატა საქმე მიდის უკრაინული კონფლიქტის დასრულებისკენ. ხოლო 12 მაისს პუტინის პრეზიდენტმა დიმკა პესკოვმა განმარტა, რომ მელოტი დიქტატორის სიტყვები უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების მოახლოების შესახებ თითქოს და მშვიდობის პროცესში მიღწეულ შედეგებსა და აშშ-ის შუამავლურ ძალისხმევას უკავშირდება. თუმცა კონკრეტული ვადებიც არ არსებობს. პუტინმა აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინთან კარგად ესმით, რომ თუნდაც გაველურებულ დაუბანელ რუსებსაც ესმით, რომ ისინი ჩიხში არიან. ამიტომ საჭირო ყოველდღე აჭამონ ზღაპრები იმის შესახებ, რომ აი ცოტა დარჩა და უკვე გავიმარჯვეთ. მაგრამ თავად ვლადიმირ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი და აშშ ინარჩუნებენ კონტაქტებს უკრაინის მშვიდობის პროცესის ფარგლებში, მხარეები მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. გარდა ამისა, ვოლოდკა პუტინმა ევროპას დაემუქრა და განაცხადა, რომ ვებეს აქვს საშუალებები მიწასთან გაასწოროს ყველა, ვინც მოისურვებს რუსეთის ტერიტორიაზე ბაზების მიწასთან გასწორებას. ასე უპასუხა მან ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვებს, რომელმაც განაცხადა, რომ ნატოს აქვს საშუალებები მიწასთან გაასწოროს კალინინგრადის ოლქში არსებული რუსეთის საჰაერო თავდაცვის ბაზები. და აქვე ვლადიმირ პუტინმა გადაწყვიტა აეხსნა, რომ აგრესიულები რუსები არ არიან. არა, რას ამბობთ? აგრესიულები ევროპელები არიან. პინკამ განაცხადა, რომ რუსეთი, ციტატა, რუსეთი ვერ ემუქრებოდა ევროპულ ქვეყნებს, ხოლო ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებები რუსეთის ფედერაციასთან ომისთვის მზადების შესახებ გამოიყენება მოსკოვთან კონფრონტაციის გასაგრძელებლად და საკუთარი ქვეყნების ბიუჯეტებიდან უზარმაზარი ხარჯების გასამართლებლად. ევროკავშირის წარმომადგენლების განცხადებების კომენტირებისას, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის მზადებას ეხებოდა, ვლადიმირ პუტინმა ასეთი მტკიცებები აბსურდად, ტყუილად
და უხეშ თავხედურ სიცრუედ მოიხსენია. გარდა ამისა, პუტინმა განაცხადა, რომ სწორედ დასავლეთის ქვეყნები არიან პასუხისმგებელი იმ ტრაგედიაზე, რომელიც დღეს უკრაინაში ვითარდება. მისი თქმით, სწორედ ისინი მიიყვანეს სიტუაცია 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებამდე, რის გამოც როგორც ჩანს რუსეთმა ჯერ ყირიმში, შემდეგ კი დონბასში გარკვეული თქმედებები განახორციელა. ეხლა კი ყველაზე საინტერესოა. პუტინი ამბობს, რომ ევროპელები თავხედურად და უხეშად იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ რუსეთი ევროპას ემუქრება. მაგრამ შეგახსენთ, რომ ვლადიმირ პუტინი თავად ამტკიცებდა, რომ კიევში და დონბასში რუსები არ იყვნენ. გაგახსენებთ მის ცნობილ ფრაზას: ჩვენ იქ არ ვართ. 2014-2015 წლებში ეს მელოტი ნაძირალა ყველას არწმუნებდა, რომ არა რას ამბობთ, დონბასში მხოლოდ მილიციელები არიან, რომლებმაც შახტებიდან ტანკები ამოიღეს და ომში წავიდნენ. ეს იმის დასტურია, რომ რუსები მათყვარა ნაბიჯვრები არიან. და ეხლა ეს პუტინი ამბობს: ხო, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების გამო იძულებულები ვიყავით ოპერაციები დაგვეწყო ყირიმში და შემდეგ დონბასში. მაგრამ შემდეგ პუტინის ციტატას მოიყვან ევროპაზე. ეს ისინი მიიყვანეს დღევანდელ ტრაგედიამდე. ეხლა კი ცდილობენ თავიანთი ბრალი სხვას გადააბარონ და აჩვენონ თითქოს რუსეთი აგრესორია. არა, ეს მათი პოლიტიკაა. პირველ ნაბიჯი და როცა მოგვატყუეს, რომ არასდროს მოხდებოდა გაფართოება და თითქოს ნატო არც ერთ ნაბიჯს არ გადადგამდა აღმოსავლეთისკენ, უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების ტრაგედიამდე. ეს ყველაფერი მათი პოლიტიკის შედეგია და ნუ მოატყუებენ საკუთარ ხალხს. რუსეთს არასდროს დაუმუქრებია და არც ეხლა ემუქრება ევროპულ ქვეყნებს. ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, მხოლოდ იმისთვისაა, რომ გააგრძელონ კონფრონტაცია რუსეთთან და გაამართლონ თავიანთი ქვეყნების ბიუჯეტებიდან უზარმაზარი ხარჯები ევროპელი გადასახადის გადამხდელების ჯიბეში ხელის ჩაყოფით. მაგრამ ყველაზე საინტერესო ნაწილი გამელოტებული დიქტატორის ვლადიმირ პუტინის განცხადებებისა ეხებოდა სომხეთს. მან დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ 2014 წელს ომის დაწყების შედარება იმ სიტუაციასთან, რომელიც ახლა ყალიბდება რუსეთსა და სომხეთის ურთიერთობებში. ციტატა: უკრაინაში კრიზისი დაიწყო სიტუაციით, რომელიც გავდა იმას, რაც ეხლა სომხეთში ხდება. მე უკვე აღნიშნე ეს. უკრაინაში კრიზისი დაიწყო მაშინ, როდესაც უკრაინა ცდილობდა ევროკავშირში გაწევრიანებას. ჩვენ წინააღმდეგი არ ვიყავით. ამის შემდეგ პუტინმა წარადგინა სია იმისა, რასაც ის სომხეთისგან ითხოვს. ითხოვს: ვიხარ შენ და ასეთი? ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ხდომის შემდეგ პუტინის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სომხეთმა უმოკლეს ვადაში უნდა ჩაატაროს რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გამოსვლაზე. თუმცა საერთოდ ვინ კითხა სომხეთში პუტინის აზრი? ვინ არის პუტინი, რომ თქვას სხვა ქვეყანაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი? კიდევ რა მოითხოვა? შემდეგ პუტინმა დეტალურად ისაუბრა, რა ზარალს მიიღებს სომხეთი ევრაზიული ეკონომიკური კავშირიდან გასვლისა და ევროკავშირთან დაახლოების შემთხვევაში. პუტინმა გააფრთხილა სომხეთი ევროკავშირის და ევრაზიული ეკონომიკური კავშირის მექანიზმების განსხვავების შესახებ. ასევე იმაზე, რომ ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად დრო და ინვესტიციებია საჭირო. და თუ გსურთ გაიცინოთ, აი ვლადიმირ პუტინის განცხადება. ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში უფრო ფართო და დაცული ბაზარია, უტარიფო ვაჭრობა, ერთიანი ტექნიკური და ფიტოსანიტარული ნორმები, გამარტივებული ლოგისტიკა, ასევე საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება. თუ არ იცოდით, ევროპაში ეს ყველაფერი არ არის, რას ამბობთ? ეს მხოლოდ რუსეთს შეუძლია. და როგორც მოსაოდნელი იყო, ვლადიმირ პუტინმა დაიწყო ენერგორესურსების ფასებით манипуლირება. მან განაცხადა, რომ ევროპაში ფასები, ციტატა, საშუალო დაახლოებით 600 ევროს დონეზეა, მაშინ როცა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებისთვის დაახლოებით 150 евро. მოდით გულწრფელები ვიყოთ. რით შეუძლია პუტინს, როგორც ნებისმიერ სხვა რუსს, დაიქვეხნოს თუ არა სასარგებლო წიაღისეულით. მაგრამ ეს ხომ ხალხია, რომელიც უბრალოდ მიწის სიკეთეებით ცხოვრობს. ისინი თვითონ არაფერს აწარმოებენ. ეს ხო სულელი ველურები არიან, რომლებიც უბრალოდ ნავთობსა და გაზს იღებენ მიწიდან და ყველაფერს ხიდიან. პუტინმა ცალკე შეეხო შრომითი მიგრაციის საკითხს. დაიწყო მუქარა, რომ სომხეთის მოქალაქეები, რომლებიც რუსეთში მუშაობენ, შეიძლება სამსახური დაკარგონ. მათ აიძულებენ მიიღონ რაღაც შრომითი ლიცენზიები და ასე შემდეგ. ასევე აღნიშნა, რომ სომხეთს მოუწევს დაბრუნება ნებართვების სისტემაზე სატვირთო გადამზიდავებისთვის. ხოლო სარკინიგზო გადაზიდვების ტარიფები შეიძლება გაიზარდოს რუსეთის შიდა დონიდან DMCS ქვეყნების ტარიფებამდე. სხვათა შორის თუ არ გახსოვთ ან უკვე დაგავიწყდათ, DST ჯერ კიდევ არსებობს. აი ეს. და საბოლოოდ
მელოტი ნაძირალა. ვლადიმირ პუტინმა ჩათვალა, რომ თითქოს ეს ყველაფერი შეიძლება გამოიწვიოს, ციტატა, მინიმუმ 14% სომხეთის M-შიპეს დაკარგვაში. მაგრამ შეგახსენებთ, როგორც უკვე თქვი წინა გამოშვებებში, აშკარაა, რომ სომხეთში კარგად ესმით, რომ საჭიროა გარდამავალი პერიოდი, რომ საჭიროა ევროპელებისგანაც მოითხოვონ გარკვეული პრეფერენციები, იმისთვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი მართლაც იყოს მინიმალურად მტკივნეული. აქ მრავალ წერტილს ვსვამ. თქვენი აზრით, თქვენი დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი, დააწექით ზარს და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. ამით ყველაფერი დასრულდა. იზრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.